ფოტოები დაიდო დიღომში ერთ-ერთი სახლი აქვს ნახირავები მიგრანტებს და ეს ფოტოები ვიდეოც ნახოთ ვიდეოც არის კი სადაც რაღაც მეჩეთა და აქვთ მოწყობილი მიგრანტები არიან ჩამოსულები და მათ აქვს ნახირავები და იმის ეზოს იყენებენ მეჩეთად და არა მარტო ეს სხვა ვიდეოებიც მანამდეც გვინახავს რომ სათამაშო მოედნებზე უკვე სალოცავად იყენებენ და ასე შემდეგ. მოდი აი ვიდეო ვნახოთ ამასთან დაკავშირებით. მან სურათებიც ვაჩვენოთ. ეს არის სამლოცველო სივრცე, ხო? ნიშანდობლივია, რომ ეს ფეხსაცმელები როა გახდილი, ანუ ნაწილი შიგნითაა შენობაში, ნაწილი გარეთ. რაც ვერ დაეტიან. ხო, ანუ ასეულობით შეიძლება იყოს იქ იმ ფეხსაცმლების რაოდენობაზე თუ იმჟებით. თან ეს სულ მიგრანტები არიან, ანუ ხალხი, რომელიც აი აქაურები კი არა მიგრანტები. ხო, არ არიან ადგილობრივი მცხოვრები. ანუ რამდენიმე წლის წინ საქართველოში საერთო არ იყვნენ? რამოდენიმე წლის წინ ეს ხალხი საქართველოში საერთოდ აღარ არსებობდა. მაგრამ ეს ხალხი ამ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად არათუ ჩამოვიდა. უკვე გარკვეულ რელიგიურ უჯრედებს ქმნიან, ორგანიზდებიან და ეს უკვე სერიოზულ შინაარს იძენს. ანუ ეს ხალხი აქ მკვიდრდება. თავის რელიგიას, თავის სარწმუნოებას სავრცელებენ. ეს ხალხი არ ჩამოდის აქ რაღაც როგორც ტურისტი, როგორც ინვესტორი, როგორც გვიმართლებენ ხოლმე ამ პროცესების გამართლება რო ხდება საცხოვრებლად და საკუთარი კულტურის და რელიგიური შინაარსის დასამკვიდრებლად და გასავრცელებლად ჩამოდის ეს ხალხიდან. როგორი რაღაცა იცით? რამოდენიმე წლის წინ ასეთი სურათი არ იყო ჩვენს ქვეყანაში. ანუ თვალსათა ხელშუა იცვლება ჩვენ ქვეყანაში დემოგრაფიული ბალანსი. და რაღაცა მომენტში იმდენი რაოდენობის ჩამოვლენ ისინი, რომ და იმდენი ადგილობრივი მიდის ქვეყნიდან, აი ამ პრობლემის შედეგად რაც ქვეყანაშია, რომ შეიძლება რაღაცა მომენტში უკვე სხვა სახის ურთიერთობები წავიდეს ქვეყანაში, სხვა პროცესები წავიდეს. მოდი ახლა ჩვენ დიალოგში ხოლმე როგორც წესი მე ვარ პეშმაკის ადვოკატის ფუნქციას ვასრულებ ხოლმე და მოდი მეორე მხრის კითხვებს დაგისვავ, სტანდარტული აი დარწმუნებული ვარ მე კომენტარებშიც დაიწერება რა. რა გაგიკვირდათ ხალხო, აი ადამიანები დგანან ლოცულობენ და რა ახლა საქართველოში რამდენი წელია უკვე მეჩეთი, სინაგოგა და ტაძარი გვერდიგვერდ დგას, რა გინდა თქვენ რელიგიურ შუღლს აღვიძებთ? არა, ჩვენ რელიგიურ შუღლს არ ვაღვივებთ. ანუ საქართველოში რო დგას მეჩეთი, ეკლესია და სინაგოგა ერთ უბანში, ის ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენთან ცხოვრობენ და გარკვეული ბალანსი და გარკვეული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ანუ ის ხალხი ინტეგრირებულია ჩვენს ქვეყანაში და გარკვეული ჰარმონიული ურთიერთობა არსებობს. მაგრამ როდესაც სტიქიურად სხვა ქვეყნებიდან, თან ისეთი ქვეყნებიდან, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ აქვს. როდესაც ძალიან მასიურად შემოედინება ჩვენთვის რელიგიური თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, მენტალური თვალსაზრისით უცხო ელემენტი, ეს უკვე იწვევს დაძაბულობის და მომავალში დაპირისპირების წყაროს. ეს გარდაუვალი, ეს მოხდება. ანუ კითხვა ხო არა რისი გეშინია? ეთნოკულტურული ბალანსი თუ შეიცვალა. ანუ აი სხვა ეთნიკური ჯგუფები რო ჩამოვიდნენ რაღაცა ჩვენგან ძალიან განსხვავებული კულტურის მქონე ხალხი ჩამოვიდა და გახდნენ იმდენი რომ საარსებო სივრცე სადაც ვტრიალებთ აღარ იყო საკმარისი ამ რაოდენობის ხალხის თანაცხოვრებისთვის და მათი ინტერესები ზედმეტად ძლავრი გახდა ამ ქვეყანაში და ბუნებრივი ინტერესი ნებისმიერი რელიგიური და ეთნიკური კულტურული ჯგუფისა რომ საკუთარი გავლენებისაც დასახლდნენ და იქ ცდილობენ საკუთარი ფესვები გაიდგან რაც შეიძლება გაზარდონ ეგ იქნება ბუნებრივი ინტერესი. ჩვენ შემთხვევაში ჩვენც რო შეგვეძლოს, ჩვენ სადღაც ჩავიდეთ, ბევრნი რო ვიყოთ. ქართველები ეცდებოდით რომ მოვიკიდოთ რაც შეიძლება მძლავრად ფეხი და რაც შეიძლება თქვა იქ რა. ბიზნესში იქნება
სხვა სფეროებში იქნება, ну, რაც შეიძლება წარმატებულები გავლენიანები ვიყოთ და ამ ეს გავლენის რაღაც ფორმები გავრცელდეს სხვადასხვა მიმართულებას, ბიზნესი იქნება, პოლიტიკაში ჩარევა იქნება. ყოფილა კიდევაც ჩვენ ახლა პატარა ერი ვართ და ჩვენ შემთხვევაში შეიძლება იმ მასშტაბებში არ ხერხდებოდა, მაგრამ მაგალითად იგივე რუსეთის იმპერიაში ქართველები საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდნენ და ბუნებრივი мотиваცია ყველა ერის. უბრალოდ შენ გესმოდეს, რომ შენთანაც რო ჩამოდიან, იგივე мотиваციით ჩამოვა სხვა და შენ როცა მცირე რიცხოვანი ერი ხარ და ძალიან ღარიბი ერი ხარ, შენთან როცა მრავალრიცხოვანი ერებიდან, მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფებიდან ჩამოვლენ ბევრად მდიდარი შესაძლებლობების მქონე რაღაც სათვისტომოები, შენ მისცე მათ აქ კომფორტულად ფესვების გადგმის საშუალებას ისე რომ არავინ არსად აღარ დააპირებს წასვლას, ექნება ძალიან დიდი საკუთრებას და მოიპოვებენ, შეიძენენ, ექნება დიდი წილი ბიზნესში, თუ იქ რაღაც ქალაქებს ააშენებინებ, თუ იქ სამლოცველოებს ააშენებინებ, სამლოცველოები რა არის მაგალითად რა მოვლენა, ხო? როცა მიგრაციასთან გვაქვს საქმე, ვიღაცა ჩადის, ну, ერთი თვით რო ჩახვედი სადღაც, იქ შეიძლება სამლოცველოს მოწყობა ვერავინ მოასწროს, მაგრამ უკვე ფეხს რო იყიდებენ, იწყება სამლოცველოების დამკვიდრების ფორმაზე საუბრობთ უკვე, თორე ეხლა გასაგებია რომ ნაკლები საფრთხეა ვიღაცა ჩამოვიდა და არ არის შეიძლება ისე დიდი საფრთხე რომ ჩამოვიდა რაღაცა ერთი კვირით ტურისტად ნახა რაღაცა გაათვალიერა და წავიდა. კი ბატონო, ხო, ტურიზმი არის ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ ეხლა ვიღაცა ჩამოვიდა უკვე მკვიდრდება იქ რაღაცა საკუთარი ბარები გახსნა, საკუთარი გასართობი ცენტრები გახსნა, საკუთარი ქალაქების აშენება დაიწყო, საკუთარი სამლოცველოები გახსნა. ეგრო განგაშის ზარის საფუძველი ეგ უნდა გვესმოდეს, იმიტომ რომ მასე მიდგომით რომ აბა რა გვინდა, რა პრობლემა, განსხვავებული ხალხიც რო ხო იქნება, რა შეიცი საქმე, განსხვავებული ხალხი, განსხვავებული ეთნოკულტურული შინაარსის მქონე ჯგუფები თუ ძალიან დიდი რაოდენობით, ძალიან ჭარბად გაჩნდნენ ამ თუ ქვეყანაში, ეგ რა ვიცი, ჩვენ თავზე გადავიტანეთ კონფლიქტები მაგის საფუძველზე. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ისტორია არის მაგისი კონფლიქტები. საუკუნეების განმავლობაში, რა ვიცი, ეხლა გვაქვს დაუსრულებელი კონფლიქტები იმის საფუძველზე, რომ სხვა ეთნიკური, კულტურული შინაარსის ჯგუფები, რომლებიც ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდით, ჩათვალეს, რომ ერთ სახელმწიფო პროექტში ცხოვრება მიუღებელია და სხვა სახელმწიფო პროექტი უნდა აშენდა. ამიტომ ეხლა ეგ უნდა გვესმოდეს ვიღაცები რომ უკვე თავის რაღაცა დამკვიდრების ატრიბუტებს რო აშენებენ შეგარშემო, ხო? აღარ არის რაღაცა მოკლევადიანი დროებითი სტუმრობა, რომელიც უწყინარი შეიძლება იყოს. მე მაგალითად ყველაზე გამაოგნებელი არგუმენტი რაც მესმის ხოლმე, რომ აი რატო არ არის ეს პრობლემა და რატო ყველაზე გამაოგნებელი მესმის ის რომ აი რა მოხდა მე ქართველებიც ხო მიდიან სხვაგან, ხო ჩავდივართ და გინდათ იქიდანაც იქაც რომ ესე მოგვექცენ და ამიტომ ესე არ შეიძლება ჩვენ სხვები რახან გვიშვებენ თავისთან, ასე ჩვენც უნდა შემოვიდეთ. მანდ კითხვა მაგ ხალხთან აი ქართველები აი ღმერთმა ქნას იმდენი რო ვიყოთ, რომ გერმანიაში იმდენი ჩავდიოდეთ, რომ გერმანიას გაქართველების საფრთხე რო ედგეს. ეგ გვინდა? მე მინდა. აი გულწრფელად ვამბობ, აი ხა ვინც როგორ აი ქართველი მაგდენი რო იყოს, რომ საქართველო ხო ავითვისეთ და იმდენი მივდივართ გერმანიაში, რომ გერმანელებს პრობლემა უდგათ, რომ შეიძლება გერმანია საქართველოდ გადაიქცეს. მე თანახმა ვარ, მაგრამ გერმანელი არ უნდა იყოს მაგაზე თანახმა და პირიქითაც ეგრე მუშაობს, ანუ აქ თუ ვიღაცა იმდენად მასიურად ჩამოდის, რომ აი პაკისტანი რომ მოაწყოს ვიღაცამ, აი თავისი პატარა პაკისტანი მოიწყო ვიღაცამ, აი ამ სამლოცველოს რო ვაჩვენებთ, რატო ვაჩვენებთ? იცი ვიღაცები უნდა მიხვდნენ ეგეთ რაღაცას, რომ ადამიანები იწყებენ საიდანაც ჩამოვიდნენ იმისი პატარა მინი ვერსიების აშენებას აქ. და პაკისტანისთვის ეგ კარგია, საქართველოსთვის არ არის, აი და მაგას ვერ უხსნით მაგას რა. იცი რატომღაც ძნელად იგებს ხოლმე ზოგი, რომ ამ საკითხს არ უნდა შეხედო
იგივე გადმოსახედიდან როგორც ევროპის ქვეყნებმა უნდა შეხედონ ამას, ან ამერიკამ უნდა შეხედოს. საერთოდ რა არის, საქართველოს უნდა გაიგოს ერთი მარტივი რაღაც. ჩვენ ვართ 3 მილიონიანი ქვეყანა. ჩვენ არა ვართ გერმანია, ხალხო. გერმანია ცოტა ხნის წინ 2 მსოფლიო ომი წამოიწყეს, ძლივს გააჩერეს. ამერიკა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. რუსეთი არის ამერიკა რო არ მიეხმაროს თელს ევროპას შეიძლება მოერიოს. ამიტომ მასეთი ქვეყნების არგუმენტებით განხილვა ამ საკითხის ჩვენს ქვეყანაში არის სრული იდიოტობა რა, რას გულისხმობ, იცით? აი, ერთი რაღაცა შევიგნოთ რა. გერმანიასაც, საფრანგეთსაც, ამერიკასაც იმდენი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა აქვს და მე იმ შეცდომების მიუხედავად მაინც რაღაცა გამოსავლის მოძებნის რომ ჩვენ ეგრე არა გვაქვს. ჩვენ ვართ 3 მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც საერთოდ მოკავშირე არ ყავს დედამიწის გარშემო. ჩვენ თუ შეცდომა დაუშვით სავალალო, ისე გავქრებით, რომ ვერავინ ვერ იგრძნობს დედამიწაზე, ესენი ჩვენ საერთოდ რო ვარსებობდით, არც გაიხსენებს არავინ. ვიღაცა ვინც აქ 6 მილიარდი ჩადო, ეგ არის იმ ოდენობის ინვესტიციის ჩანდები, რამდენი ფულით საერთოდ ივანიშვილს აქვს. ანუ ივანიშვილს მთელი ფული რაც კი ქონდა, მაგდენი ვიღაცამ აქ შემოიტანეს და მაგ ზომის პროექტს აშენებენ. ეგ ავტომატურად ითვალისწინებს შესაბამის გავლენებს მედია სფეროში და შესაბამის გავლენებს პოლიტიკურ სფეროში. ეს პოლიტიკური ჯგუფები როგორ ფუნქციონირებენ და მედია ჯგუფები ვიღაცა დიდარი ხალხი ამაში ფულს დებს, რაღაც TV პირველები და ესენი რო არიან, ეგ როგორ არსებობენ, დიდარი ჯგუფები დებენ ფულს და ეუბნებიან, რომ ნუ აი ეს თემები გაიტანეთ. იგივე სხვა პოლიტიკური ჯგუფებსაც ეს ბავშვს აუხსნიან სკოლაში რატომ არის მათი ჩამოყვანა კარგი აქეთ შენიან ისევ ქართველები დაგიწყებენ აქეთ პროპაგანდის შედეგად კამაც რომ შენ ფაშისტი ხო არა ხარ და ზედმეც თუ რაღაცას იზავ შენიანი პოლიციელი დაგიჭერს და როგორ მოსამართლე გაგასამართლე როგორ წავა აი ეგრე მოხდება იცი რომ საქართველოს თავისი ისტორიის უდიდესი ნაწილი კაცო ისლამური სამყაროს ნაწილი იყო აი ეგრე დაგიყენებენ ბოლოს საკითხს კაცო რამე ვინმეს ნამუსი კი არ შეაწუხებს მაგაზე რამე პრობლემა კი არ იქნება ეგეთი რაღაცების პიარის ანუ აქ ხო ვიღაცებს გონიათ რომ ეხა ევროპაში შევდივართ ესე თუ გავაგრძელეთ თქვენ ხო გონიათ პატივცემულო მედასავლეთეებო რომ ევროპაში შევდივართ აი ამ ევროპაში შევდივართ ძახილით ჩვენი ინტეგრაცია მოხდება მუსულმანური სამყაროს გავლენის ზონაში კიდე ერთი ვიდეოა ამჯერად ქუთაისიდან მოდი ესეც ვნახოთ და დავაკომენტარებ პატივცემულო მეგობრებო აი ესეთი სიტუაცია ხდება ქუთაისში ვარ ქუთაისში ვარ ავტობუსში და ხდება ძალიან ცუდი სიტუაცია ქუთაისში ვარ პაკისტანში ვეგები ძალიან ცუდა ორი სამი ქუთაისელი ვარ ავტობუსში და დაახლოებით 20 პაკისტანელია ხოდა ეხლა მიმართვა მთავრობაში მიმართვა რა ხდება რამდენად გაყიდეთ საქართველოს რამდენი მილიარდი აიღეთ ამაში პაკისტანისგან და ინდოეთისგან სამწუხაროდ ქართველებმა აი ამ ლიბერალური პროპაგანდის შედეგად ჩვენ თვითონვე ვუარყავით და დავევიწყეთ ის ჭეშმარიტებები და ის კანონზომიერებები რაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს საერთოდ დედამიწაზე რესურსები არის შეზღუდული. ერებს, ცივილიზაციებს შორის, სახელმწიფოებს შორის იყო, არის და იქნება მუდმივი კონკურენცია. ყოველთვის. არა მარტო სპორტშია კონკურენცია და შეჯიბრი. ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში არსებობს ეგ ტენდენცია. ერთი სახელმწიფო ცდილობს მეორე სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მოაქციოს. საერთოდ თავის ტერიტორიად გადააქციოს. ეგ არის ბუნებრივი ინსტინქტი. ჩვენ რო ვიყოთ ახლა 200 მილიონი პირველივე აზრი რაც გაგვიჩნდება
იქნება რომ აი ჩვენი ის ხო არ გავავრცელოთ ახლა ტყუილად ვართ 200 მილიონი ეგ აზრი ჩვენ იმიტომ არ გვიჩნდება რომ ცოტანი ვართ ეგ ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტია სამწუხაროდ აი ეს ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტი რომელიც რა ვიცი წესით ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ კაცო რო არ ქონოდათ აქამდე ვერც მოვიდოდით აი ამ ლიბერალურმა პოლიტიკამ ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტებმა ქართველებში ეს დააკნინეს შეამცირეს საზოგადოების აი ზურამ აღნიშნა რომ აი ქართველები რომ მიდიან სადღაც ქართველი რომ სადღაც მიდის აი მისი ეროვნული აი ეს იდენტობა შემცირებულია, დაკნინებულია, ის არ ცდილობს რომ იქ დამკვიდრდეს, არ ცდილობს რომ იქ რაღაც თავის სამლოცველო გახსნას, ისევ ქართველები მოდიან. ნუ სადღაც ახერხებენ და ცოტა ახერხებს, მაგრამ ძალიან ცოტა რა. დონაცია არის ხა მოვიდა და მაგის ლოგიკური გაგრძელება, ანუ ანონიმუსი წერს რომ რა არის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას ეროვნულმა მთავრობამ ამის წინააღმდეგო და ჩვენ რო ეროვნული მთავრობა ყავდეს რომელსაც ამ პრობლემის მოგვარება აინტერესებს, მთავრობას მაგის მოგვარება შეუძლია ხვალვე, უბრალოდ პირველივე დღეს რო წარმოიდგინოთ, რომ ხვალე ყავს ეროვნული მთავრობა, ხო? იღებს ყურმილს და ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში გაისმის პრემიერ-მინისტრის ზარი და ეუბნება გამკაცრეთ დრამატულად ქვეყანაში შემომსვლელების კონტროლი ამ რეგიონებზე შეაჩერეთ დროებით ბინადრობის უფლებების გაცემა სანამ ახალი კრიტერიუმები არ ჩამოყალიბდება და არ შევცვლით წესს, მანამდე გააჩერეთ და ხვალვე პოლიციამ დაიწყოს აქტიური მოქმედებები არალეგალურად, ანუ კანონდარღვევით, ვინც არის საქართველოში და აგერ კი გითხრა შსს მინისტრის მოადგილემ, რომ 20-დან 25000 კაცამდე არის, ზუსტად არ ვიცით, ვერ პოულობთო, აი, მაგ 20-დან 25000 კაცამდეს მოძიების და აქედან გადეპორტების საქმიანობა, რაც ევალება ისე და კანონით პოლიცია მაგას უნდა აკეთებდეს, აი, მაგის აქტიურად კეთების ბრძანება უნდა გაიცეს. აი ამ სამი რაღაცის გაკეთებით პირდაპირ გეუბნებით, ეს კი არა რაღაც აი გრძელი პროცესი, რომელსაც წლები დაჭირდება, აი ხვალვე შეიძლება მაგისი გაკეთება. ხვალვე. მოდი გადავიდეთ ამ თემას ებმის, მე